ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საინვესტიციო ანგარიშიდან 3711 ტრეიდი განხორციელდა. გამოქვეყნებული ფინანსური დეკლარაცია კრიტიკოსების მხრიდან ინსაიდერული ვაჭრობის შესახებ ეჭვებს აჩენს. მიუხედავად ამისა, საინვესტიციო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს მოცულობა სავარაუდოდ ავტომატიზებულ AI მოდელზე დაფუძნებულ და პირდაპირ ინდექსირების სტრატეგიებს უკავშირდება. Trump Organization-ის ოფიციალური განმარტების თანახმად, პრეზიდენტის აქტივებს საინვესტიციო ფონდის პროფესიონალი ტრეიდერები მართავენ, რომელთაც სრული კონტროლი აქვს პორტფელის rebalansirებასა და ასიგნებებზე. თავად პრეზიდენტს ან მის ოჯახს კი პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა აბსურდული უწოდა ვარაუდს, რომ თეთრი სახლის ლიდერი ვაჭრობის გადაწყვეტილებებს ოვალური კაბინეტიდან იღებდა. კევინ ვორშმა ფედერალური რეზერვის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. Wall Street-ის ყოფილი ბანკირი ამ პოსტზე დონალდ ტრამპმა თავად შეარჩია. აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე ფიცის დადების პროცესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კლარენს თომასი ხელმძღვანელობდა. ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა ქვეყანაში მზარდი ინფლაციისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე განხორციელდა. მიმდინარე წლის ապრილში ინფლაციის დონემ ბოლო 3 წლის მაქსიმუმს მიაღწია და 3.8% შეადგინა. პარალელურად საწვავის საშუალო ფასი გასულ წელთან შედარებით $1.35 გაიზარდა და გალონზე $4.55 შეადგინა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ენერგორესურსების ღირებულების ასეთი მკვეთრი მატება ამერიკის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიას უკავშირდება. ცნობისთვის კევინ ვორშმა ამ პოსტზე ჯერომ პაუელი შეცვალა. ყოფილი ხელმძღვანელი დონალდ ტრამპის ეკონომიკური გეგმის ინფლაციურ რისკებზე საზოგადოებას ხშირად აფრთხილებდა. საპასუხოდ ამერიკის პრეზიდენტი ჯერომ პაუელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე უარის თქმის გამო აქტიურად აკრიტიკებდა. ევროპის კინოსა და აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა ევროკავშირის რეგულატორებს მოუწოდეს საფუძვლიანად გამოიძიონ Paramount-ისა და Warner Bros. Discovery-ის 111 მილიარდიანი შერწყმის შეთანხმება. მათი განცხადებით, ეს გარიგება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს კულტურულ მრავალფეროვნებას, ასუსტებდეს დამოუკიდებელ კინოპროდუქციას და კიდევ უფრო აძლიერებდეს ამერიკული გასართობი გიგანტების დომინაციას. WBD შესყიდვას ამჟამად სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები სწავლობენ, მათ შორის ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი, ასევე ბრიტანეთისა და ევროკავშირის მონოპოლიური უწყებები. Financial Times-ის მიერ ნანახ წერილში, რომელიც ევროკომისიის წევრებს, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს რამდენიმე ეროვნულ დელეგაციას გაეგზავნა, აღნიშნულია, რომ საჭიროა ევროპის კონკურენციის მარეგულირებლების მიერ საფუძვლიანი გამოძიება, განსაკუთრებით კი ევროპული აუდიოვიზუალური და კინემატოგრაფიული ეკოსისტემების მთლიან სტრუქტურაზე მრავალმხრივი გავლენის შეფასება. Paramount-ი ამჟამად არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკომისიასთან, რომელიც ევროკავშირის მთავარი ანტიმონოპოლიური ორგანოა და უახლოეს კვირებში გეგმავს გარიგების ოფიციალურად შეტყობინებას. ასევე ცნობილია, რომ ევროკავშირის კონკურენციის საკითხების ხელმძღვანელი ტერეზა რიბერა ამ თვეში ბრიუსელში შეხვდა Paramount-ის აღმასრულებელ დირექტორ დევიდ ელისონს. ირანის მთავრობამ გადაწყვიტა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა აღადგინოს. ამის შესახებ Sky News-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს. ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ბრძანება უკვე გაუგზავნა კომუნიკაციების სამინისტროს. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა თითქმის 90 დღიან ბლოკადას, რომელიც ამერიკისა და ისრაელის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო იყო შემოღებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეუერთდება ირანი გლობალურ ქსელს. შეგახსენებთ, რომ ირანის მოსახლეობის უმრავლესობას ინტერნეტზე წვდომა ამერიკისა და ისრაელის მიერ ომის დაწყების შემდეგ 28 თებერვლიდან აქვს შეზღუდული. ტექნოლოგიურმა კომპანია Zoom-მა პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში წარადგინა. არსებული ინფორმაციით, ბოლო 3 თვეში მისმა შემოსავალმა $1.24 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 5.5%-ით აღემატება და Wall Street-ის მოლოდინებს სრულად აჭარბებს. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის მოგება თითო აქციაზე $1.43 შეადგინა, ამჯერად დასახელებულმა მაჩვენებელმა $1.55 მიაღწია. ეს შედეგი კი ანალიტიკოსების წინასწარ პროგნოზებს სრულად აღემატება. აღსანიშნავია, რომ ფინანსური მაჩვენებლების ზრდა მეტწილად ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-ში განხორციელებულ ადრეულ ინვესტიციას უკავშირდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, Zoom-ის მიერ 2023 წლის მაისში საკუთარი ფილიალი Zoom Ventures-ის გაყიდვის ხარჯზე დაბანდებული 51 მილიონი 3 წლის თავზე თითქმის 1.3 მილიარდად იქცა. ამრიგად, კომპანიამ დასახელებული აქტივიდან 1 მილიარდზე ბევრად მეტი მოგება მიიღო. რომის პაპი მთავრობებს მოუწოდებს შეანელონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ეს სფერო მკაცრად დაარეგულირონ. ლეო მე-14 საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, კონფლიქტების პროვოცირებას და არსებობს რისკი, რომ მსოფლიო უსასრულო ომებში გაეხვიოს. მისი თქმით, მონაცემები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი იყენებს, მხოლოდ კერძო კომპანიების ხელში არ უნდა დარჩეს. გარდა ამისა, პაპი გამოვიდა მოწოდებით შემცირდეს კონკურენცია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობენ.